აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სხვადასხვა მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის 4 სახელობით სტიპენდიაზე განაცხადების მიღებას აცხადებს. კონკურსი აკაკი ჩხენკელის, აკადემიკოს ილია ვეკუას, დიმიტრი არზაყან ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად მიმდინარეობს. განაცხადების მიღება 10 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული სტუდენტები ერთი სასწავლო წლის განმავლობაში 10 თვის მანძილზე ყოველთვიურად 300 ლარიან სტიპენდიას მიიღებენ. სტიპენდიის მოსაპოვებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 90%-იანი აკადემიური მოსწრება. მონაწილეობდეს სტუდენტურ კონფერენციებში, ჰქონდეს განსხვავებული საკონფერენციო ნაშრომი და აქტიურად იყოს ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში. კანდიდატების წარდგენის უფლება მხოლოდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს აქვთ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო განაგრძობს აქტიური, ნიჭიერი, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერას. სწორედ ამ მიზნით სამინისტროში გამოცხადებულია 4 სტიპენდია სხვადასხვა მიმართულებაზე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის. ჩვენი ღრმა რწმენით ძლიერი ქვეყნის აღმშენებლობა წარმოუდგენელია განათლებული და მოტივირებული თაობის გარეშე, ამიტომაც სამინისტრო განაგრძობს და კიდევ უფრო გააძლიერებს პროგრამების საშუალებით მათ მხარდაჭერას. სტიპენდია განკუთვნილია კონკრეტული მიმართულების სტუდენტებისთვის, როგორიცაა სამართლის, საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების, პოლიტიკის მეცნიერების დარგის, ფიზიკის, მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებების და სხვა. აღსანიშნავია, რომ სტიპენდიას მოიპოვებს სტუდენტი უნივერსიტეტის წარდგინებით, სტუდენტს ინდივიდუალურად სტიპენდიის წარდგინებაზე განაცხადის გაკეთება არ შეუძლია. დაწესებულებას შეუძლია განაცხადი წარმოადგინოს სამინისტროში და წარმოადგინოს სტუდენტის დოკუმენტაცია, როგორიც არის სასწავლო ბარათი, რეკომენდაცია, საკონფერენციო ნაშრომი და ყველა ის დოკუმენტი, რომელიც აფხაზეთის მთავრობის დადგენილებით არის განსაზღვრული. სახელობითი სტიპენდიების პროგრამა უკვე წლებია ხორციელდება და სამინისტროს ინფორმაციით მის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად მაღალია. ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი სტიპენდიანტი სტუდენტი ამბობს, რომ პროგრამა მისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და პროფესიული განვითარების დამატებითი мотиваცია გახდა. ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი არის სამეცნიერო მიმართულებების მხარდაჭერა. მით უმეტეს, როცა აფხაზეთზეა საუბარი, ეს ჩვენი ყველას დიდი ტკივილია და ამ მიმართულებითაც ძალიან კარგი არის მსგავსი მხარდაჭერები. ჩემთვის მაგალითად ჟიული შარტავას სტიპენდია გახდა ერთ-ერთი мотиваტორი, რომ შემდგომში სამაგისტრო თემად ამერჩია აფხაზეთის მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულება და სამომავლოდ გეგმავს სადოქტორო თემასაც, რომელიც ასევე დაუკავშირდება აფხაზეთის მევენახეობა-მეღვინეობას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ სახელობითი სტიპენდიები მიზნად ისახავს ახალგაზრდების ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებას, მათი აკადემიური და საზოგადოებრივი აქტიურობის სახალისებას. აფხაზეთის თემატიკაზე კვლევების მხარდაჭერასა და გამორჩეული ქართველი მოღვაწეების სახელების უკუდავყოფას. შეგახსენებთ, რომ განაცხადების მიღება 10 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.